სალამი ყველას. დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო მაქვს თქვენთვის, განსაკუთრებით პატარა ფანატებისთვის. დღეს განვიხილავთ სემ სულეკის დებიუტს კლასიკ ფიზიკში. ძალიან ბევრი აჟიოტაჟი მოყვა რა ამ ბიჭის გამოსვლას, ზოგი იძახის აუცილებლად ფორმაში იყო, ზოგი იძახის ინსტაგრამზე ბევრად მაგარი იყო, ზოგმა საქართველოში მოსახის გავაძროვლითო და ასე შემდეგ. მე პირადად ახლა არ მინახავს მართლა რა, რაღაცა რამდენიმე პოსტი შემხვდა, რილსი შემხვდა, უბრალოდ რაც ნახე, ესე ვთქვათ, აი გარედან ესე ვთქვათ, რა ფორმა არ ვიცი, ამიტომ ფორმა შევაფასოთ, ახლა დავიწყოთ ფორმის შეფასება, თავიდან ბოლომდე ნახოთ თვითონ ეს ვიდეო. ხოლო აქვე რა თქმა უნდა ისევ და ისევ შეასრულოთ ჩვენი სპონსორები ვიტამინ G და დავიწყოთ აი საინტერესო ვიდეო. კარგი, დავიწყოთ. ეს ვიდეო არ მინახავს, რა არ მინახავს მე რადგან უყურებთ. ეს ვიდეო არ მინახავს, სემ სულეკის გვერდზე შევიდე YouTube-ზე რა. ხო და ყველაზე კარგი ვიდეოს გონია რომ ეხლა აქ ვნახავდი რა, იმიტომ რომ აქამდე ვხედავდი სულ ეგეთ ნაწყვეტებს რა, რაღაცა TikTok-ზე შეხვდა რაღაც ნაწყვეტები, რაღაც უხარისხო ვიდეოების და რაღაც Instagram-ზე რა და ეხლა მოვიცალე და კარგად ჩაუждები, ნახოთ რა გვაქვს აქ. ხო, ეს ხა შეჯიბრამდე პოზირებს. დილის 6:30. ეხლა თავის ჩატვირთებს გააკეთებს ალბათ თვითონაც დამოღამებული აქვს. ნახშტოვანი ჩატვირთვა ნიშნავს რას შეჯიბრის წინ, როდესაც ორგანიზმი ამდენი ხანი გამოფიტული იყო, უცბად აწვდიან ძალიან ბევრ საკვებს და მოკლედ დროში რა თქმა უნდა ორგანიზმი ამას ვერ გარდაქმნის როგორც ცხიმად და მიდის კუნთებში, ანუ კუნთები იბერება, ესე ვთქვათ, უფრო დიდი ვიზუალი გაქვს და ესე ვთქვათ, უფრო მშრალიც კი ხარ. უბრალოდ თუ სწორად გააკეთებ ამ ყველაფერს რა. და სწორ საკვებს მიიღებ და ზედმეტი არ მოგივა, იმიტომ რომ ბევრი იმდეს ჭამს ხოლმე ეს მუცელი ებერებათ რა. კაი, ხო, მოკლედ ამ ჩატვირთებს დავიდამოდებთ და გადავიდეთ უშუალოდ აი ფორმის შეფასებაზე რა. და საიდან მინდა დავიწყო. როდესაც გამოვიდა სემი ამ შეჯიბრზე, ერთი ამბავი ატყდა რა, აი ყველა რაღაც აზიარებდა ეს რა გააკეთა, ეს რანაირი ფორმა გამოიტანა, მოკლედ რაღაცა მე სისულელეები რა. Instagram-ზე ბევრად მაგრად იყო, აი ეს იყო ძირითად თემა რა, რომ აი Instagram-ზე ბევრად მაგრად ფორმაში იყო ვიდრე სცენაზეო რა და თქვენ ყველა ბევრად მაგრად ხართ Instagram-ზე ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ნუ ბოდიბილდერები განსაკუთრებით. Instagram-ზე ბევრად მაგრად ფორმაში ხართ ვიდრე სცენაზზე. ყველა, აბსოლუტურად. ასევე მეც, იმას კი ვიძახი რომ მე არა. ბევრად მაგარი პოსტები მიდევს ვიდრე სცენაზზე ფორმა მქონდა. იმიტომ რომ განსხვავდება, ხო, რაღაცა 100 ფოტოს გადავიღებთ, აი უფრო მაგარი ბიცეპსი მიჩანს და მაგას ვდებთ მე და სცენაზე რეალურად რაც ხარ ეგ ხარ. და ჯერ საერთოდ რას უწუნებენ ამბის არ ვიცი, ანუ მე ძალიან მომწონს ფორმა ზოგადად, სიმშრალეც, სიდიდეც და განსაკუთრებით პირველად იყო გამოსული, მაგრამ კაი, Instagram-ის თემა ჩავხუროთ საერთოდ და პირდაპირ მოდით ფორმის შეფასებაზე გადავიდეთ რა. ზოგადად სცენაზე ძალიან განსხვავებული განათებებია ხოლმე რა, ზოგადად არის ძალიან მკვეთრი განათებები, ზოგადად ძალიან ბევრი განათებები და რაც უფრო ბევრი განათებაა და რაც უფრო წინიდან გიყურებს, უფრო ნაკლებად აქვს ხოლმე ჩრდილების ეფექტი და უფრო ნაკლებად შედარებით ჩანს სიმშრალე და ფორმა ზოგადად. იგივე სიტუაცია აქაც. ანუ უფრო მეტად გარედან პირდაპირ ურტყავს შუქი და ეს ჩრდილების ეფექტი იკარგება რა. ეს რომ მაგათაც ზევიდან უყურებდეს შუქს და შუქი, ანუ ზევიდან იყოს შუქი, ბევრად მაგარი ფორმა გამოსცემოდა, როგორც აი Instagram-ზე გვიდევს ხოლმე ყველას. უფრო მაგარი ეფექტი აქვს. სცენაზე ესია განათებული, იმიტომ რომ ყველა ნაწილი კარგად უნდა გამოჩნდეს, ყველა დეტალი, იმიტომ რომ ჩრდილებში რაღაც კუნთები იკარგება ხოლმე და არ ჩანს ხოლმე. სხვა დანარჩენი ეს რა შეგვიძლია აქ თქვათ, ხო? თვითონ ხორცი ძალიან კარგი აქვს, 98 კილო იყო სცენაზე, 98 კილო სცენაზე ძალიან ბევრია. ნუ არ ეტყობა 98 კილოს იმართე გითხრათ ხა. ამ ხელაწონა. უბრალოდ ეგეთი სტრუქტურა აქვს, ძლოვანი სტრუქტურა ალბათ და ყოველს განსხვავებული წონა გვაქვს. მე მაგალითად ძალიან მსუბუქი ვარ ხოლმე რა, აი 84, 85 და ანუ წარმოვიდგინოთ ეხლა 14 კილო მძიმე სემი ჩემზე და საერთოდ არ შეეტყო 14 კილო კუნთი, 14 კილო კუნთი მე რომ მოვიმატო, ალბათ ბამსტედამდე ვიქნები მისული. 98 კილო მე რო ვიყო. და ჩემთვის ძალიან ბევრი 98 კილო. ხო, ეს წონა არ ეტყობა. სხვა დანარჩენი რაც შეეხება თვითონ გენეტიკას რა. როგორი აქვს გენეტიკა? აი ხო, აი აქ დავაპაუზოთ. აი აქ შევხედოთ ახლა რა ხდება. როცა გენეტიკაზე მიდგება საქმე, ხო? ცოტა მოვზუმოთ და აი რას ვხედავთ ახლა აქ. სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, გამოუცდელი თვალი ვერ მიხვდება, მაგრამ სხვა ტიპებთან შედარებით, ხა აქ ისეთი კონკურენცია არ არის, რა თქმა უნდა, ამ შეჯიბრზე.
რაღაც არ ვიცი ზოგადად რა შეჭირდა Legends Classic ქვია უბრალოდ რა მილიონი დასახელება აქვს ჩემპიონატებს და ყველგან სხვა დონის ჩემპიონატები და ფორმები იდება რა. ბრტყელია ესე ვთქვათ რა, აი წელიც თითქოს რაღაცნაირად სქელი აქვს და ეს ზურგიც ძალიან ეს უგანერსის ძალიან დაბლა უმთავრდება ეს მიმაგრება დაბლა აქვს და აი თითქოს ისეთ ვიზუალს ქმნის რა ჯამში რომ აი თითქოს ბრტყელიაო რა. და სხვადასხვა აი ფეხები წინ და კვადრიცეპსის განსაკუთრებით თუმ ფეხის მასა ძალიან კარგად აქვს განვითარებული, უბრალოდ აი უკინა რომ დააკვირდე ხა რა, რაღაც ადგილები არის იქ, სადაც უბრალოდ შესავსებია, ესე ვთქვათ, ანუ პროპორციაში ესე იგი რაღაცები სამუშაო არის. გენეტიკაც ხა, ესე ვთქვათ, თვითონ გენეტიკაც არ აქვს, იდეალური გენეტიკა. მაგრამ სიმშრალე იყო, სიდიდე იყო და ზოგადად ფორმა იყო რა. ვერ იტყვი რომ მაგალითად რაღაცა აუ ინსტაგრამზე რა მაგარი ტიპი იყო და აუ მე უფრო მაგარი ვიქნებოდი და ხო პირველი რაც მოაფიქრდათ ტიპებს ეგ იყო რომ აუ აქ რო ჩამოსულიყო ამას რას უზავდით და მთელი ამბები რა აი ძალიან ცუდი რა თქმა უნდა განსაკუთრებით მაშინ როცა შენც იგივე გაქვს გავლილი იგივე სირთულეები გაქვს იგივე შიმშილი გაქვს გამოცდილი და იმის მაგერად რომ უბრალოდ ტიპს ტაში დაუკრა იმიტომ რომ მართლა მაგარია ძმაო თან პირველად გამოხვედი რაცა ყველა რაღაცა ზემოდან დააფარა ყველაფერი რა. მე რაღაც ფოტო შემხვდა თავიდან. რანაირი ფოტო იყო, არ ვიცი. აი ამ მომენტში იყო ზუსტად. მოკლედ აი ამ პოზაში იყო რაღაც ფოტო, ძალიან უხარისხო და ტიპი ისეთი წორილი ჩანდა რა. ანუ ეგრევე ფოტოთი იმჟელდა რა, როგორც კი დავინახე, რომ მეთქი, ანუ რანაირად ესეთი პატარა რანაირად გაიჩნდა და მე რეალურად ეხლა რა ვნახე ვიდეოშიც რა. არ იყო ეგეთი რა და სანამ მოდით შევაფასებთ თვითონ ამ ადამიანს რა, ყველამ ეხლა გავხსნათ ჩვენი, რა ქვია, მობილურები, ან სადმე სადაც გვექნება ამის საშუალება ჩავიხედოთ და ვნახოთ პირველად როგორ გამოვედით ჩეჯიბს ჩვენი დებიუტი და ამას შევადაროთ. სანამ ვიდეოს ყურებას გავაგზავნებთ, დღევანდელი დღის პროდუქტს განახილეთ, ეს არის Vitamin Powers BCA, ამინომჟავები და კონკრეტულად ამ ვიდეოსთან რა შუაში ეხლა განსაკუთრებით. ვინც იცით და ვინც არის გეტყვით რომ ბოდიბილდერები განსაკუთრებით მომზადების დროს კალორიულ დეფიციტიდან გამომდინარე, სტრესიდან გამომდინარე, ძალიან დიდი რაოდენობით ზრდიან დანამატების მიღებას. და განსაკუთრებით იმ ამინომჟავებს, რასაც იდეაში ვერ იღებენ ხოლმე დეფიციტის დროს და ძალიან უჭირთ რა და ძალიან ბევრსაც კარგავენ თან ინტენსიური ვარჯიშის დროს. ამიტომ BCA ძალიან კარგი ვარიანტია განსაკუთრებით, თუ არომატი გვაქვს, იმიტომ მერც სითხესაც მივიღებთ, თუ ტკბილეს მოთხოვნილება გვაქვს, მაგასაც დავიკმაყოფილებთ და თან ამ შემთხვევაში, რასაც ყოველთვის ვიძახი Vitamin Power-ზე, საუკეთესო ფასი აქვს, ფასი თელს ბაზარზე მართლა დანამატების რა. ამიტომ იმას აუცილებლად მოგცემს, რასაც იხდი. იმიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ანუ რამხელა სავარჯიშო სტაჟიც არ უნდა ქონდეს, სულ 50 წელი ვარჯიშობდი, სცენაზე დებიუტი არის სულ სხვა. შენ ხარ ახალი გამოჩეკილი, ანუ ახალ გამოჩეკილი ბოდიბილდერი ხარ რა. არ აქვს მნიშვნელობა დარბაზში რამდენ ხანს ვარჯიშობდი. მნიშვნელობა აქვს სცენაზე რამხელა სტაჟი აქვს. ამიტომ ეხლა მოვიმარჯვოთ ჩვენი მობილურები, ჩავრთოთ ჩვენი დებიუტები ფორმის და მოდი შევადაროთ, აბა ვინ უფრო მაგრად იყო. მე პირადად ეხლა ჩემი გამოცდილებით ვეკითხოთ. ჩემ დებიუტს რო ვიხსენებ, მაგ ფოტოებს აი ვერავინ უზენ ნახავს რა, კომპიუტერში მაქვს სადღაც. ეხლა მართალია პატარა ვიყავი, ჩემი დებიუტი შედგა როდის 15-ის ვიყავ, 14-ის თუ 15 წელს ვიყავი პირველად გამოვიდი სცენაზე რა. და რა თქმა უნდა თითქმის არაფერი არ მქონდა სასცენო მანდ უბრალოდ რაღაცა ბავშვი ვიყავი გამოსადება მინდოდა და მაინტერესებდა ზოგადად რას ნიშნავდა და ესე ვთქვათ მოღამი მქონდა რა ესე ვთქვათ და მაგითო გამოვედი. ამიტომ შევაფასოთ პირველში ისე რომ როგორც დებიუტანტს და პირველად გამოსულ ადამიანს ეგრე უყუროთ, თორემ მე მაგათი აი ჩემ დებიუტში აი ამ ბიჭს ვერ მოუგებდი ეგ რო არის. აი ამას ვერ მოუგებდი. მესამეზე რო გავდი სათვალები რო უკეთე, თან მეც სათვალები მეკეთა მაშინ. ამიტომ ხო, აი რავი, ჩემთვის ეგრეა რა, ანუ ჩემთვის ეს ბიჭი არის სამაგალითო ტიპი. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში ძალიან ცუდი რეკლამები წამოვიდა, ესე ვთქვათ, აი იკეთებს იჩხირავს და ისიც იყო თან ხო, აი რაც ყველაზე მეტად მიზღება რა. მაგდენი რო გავიკეთო, მეც ვიქნები და გაიკეთე ორჯერ მეტი და მოკლდი, არ არის პრობლემა. მოკლები. ან შეიძლება იმით რაც გაქვს. შენ რო ანუ მაგალითად სადღაც გამოდიხარ და კონკურენციაში შედიხარ რა, ანუ ვიღაცის კონკურენციას უწევ რა, იქ მნიშვნელობა არ აქვს ის უკან რას აკეთებს. ანუ შენც გაქვს შესაძლებლობა ორჯერ მეტი გააკეთო, ხო? უფრო მეტად გარისკო ან რაღაც ეგეთი, მაგრამ ყველა არ რისკავს და ვინც არ რისკავს, ზირთად ისინი აგებენ ხოლმე რა და ეს ადამიანი რისკავს და რა ვიცი, ესე უხირს ესე ვთქვათ რა.
ამიტომ ყველაზე მეტად მიზღება აი ეგ რა, რომ აი ამდენი რომ გამეკეთებინა, მეც აი ესე გავიდოდი რა. ვერ გახვიდოდი, იმიტომ რომ ვერ გაიკეთებდი. რომ შეგეძლო საკამდე იზავდი. ამიტომ ყოველს თავისი ესე ვთქვათ მიზნები აქვს, პრიორიტეტები და ამ ბიჭმა რაც გააკეთა, მხოლოდ ესე ვთქვათ პატრიოტიზმის იმსახურს მეც არაფერს რა. აქ ხა აბსოლუტური კატეგორია არის. ხო, ნუ ეხა ჯამში რო შეხედოთ არ არის რა ესეთი ჩემპიონატი, რომ რაღაცა კონკურენცია იყოს აქ რა. აბსოლუტურში რო ეს გეყოლება ნიშნავს რომ ძალიან სუსტი შეჯიბრი არის. აი ეს რო აბსოლუტურად ჯერ ფიხსად თუ აქნევს საერთოდ. ხო, აი ეს აბსოლუტურში გეყოლება ესე კი არ არის დიდი შეჯიბრი. მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან კაი კონკურენცია ელოდება. ეხლა არნო კლასიკზე გავა, როდის გავა არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, არნო კლასიკზე მოიპოვა რაღაცა, რა ქვია, გასვლის ის რა, შესაძლებლობა მისცეს რა და ამ შეჯიბრიდან რომ მოიგო რა და ეხლა იქ რა თქმა უნდა დიდი კონკურენცია დახვდება და ანუ რეალურად გამოჩნდება იქ რა შეუძლია რა. აქედან უბრალოდ შეგიძლია შეაფასო ინდივიდუალურად ადამიანი რა, ანუ რა გააკეთე თორე ხა ამათი გვერდით დიდად ეხა მაგათი ამ შუას არა უშავს კიდე, მაგრამ ეხა ამასთან და იმ წინა გამოსვლებთან შედარებით ხო ეხა ბევრად ზევით არის რა და აქედან თუ იმჟეროთ მარტო იმის თქმა შეგვიძლია რომ ინდივიდუალურად შევაფასოთ ერთ-ერთში რა და თორე სერიოზული კონკურენცია ექნება ეხლა. როცა გამოვა არნო კლასიკზე რა. თვითონელი არ ყავს თავში ესე ვთქვათ, რაც დაამუღამა და რასაც აკეთებს ამდენი ხანი ეგ არის. ხო. მაგრამ მგონია რომ ეხლა სერიოზულად თუ გადაწყვიტავს ამ ყველაფერს გაყვეს და ჩაერთოს ესე ვთქვათ და გახდეს გამოსვლელი ბოდიბილდერი, რა თქმა უნდა, წვრთნელის დაჭირდება და ზოგადად ყველას ჭირდება წვრთნელის გარშე, აი აზრი არა, აი მე რაც წვრთნელი ავიყვანე, იმის მერე გავაკეთე სერიოზული შედეგები და აი მაგის მერე მივხვდი, რომ თუმე რამდენი რაღაც ჭირდება, რასაც მარტო ვერ გამკლავდები, თუნდაც ფსიქოლოგიურად. მარტო ცოდნა ხო არა, ცოდნაც არის რა თქმა უნდა, ყოველთვის შენზე გამოცდილი უნდა ყავდეს ყველა ვარიანტში, მაგრამ აი ფსიქოლოგიური მომენტი კიდევ უფრო მეტია რა მანდ რა, რომ აი მარტო არ ხარ, ეგ ვსდობ რომ მარტო არ ხარ. და ხარ უბრალოდ ჯარისკაცი რა, რაღაცა გეგმა გაქვს, გაძლევენ რომ აი ეს უნდა გააკეთო, შენც აკეთებ. არ გიწევს იმაზე ფიქრი, ხვალ რა ვჭამო, ან ზეგ რა გავაკეთო, ან როგორ ფორმაში ვარ. არ აკრიტიკებს ერთმანეთ შენ თავს, უბრალოდ ყავს ადამიანი, ვინც გეუბნება რა უნდა გააკეთო. დარწმუნებული ვარ, სემსაც ძალიან მალე ეყოლება ესეთი ადამიანი, რა თქმა უნდა, თუ გადაწყვიტავს, რომ გააგრძელოს კიდევ სერიოზულად გამოსვლები რა. ხო, აქ აბსოლუტური კატეგორიის ის არის, რა ქვია, დაჯილდოება არის. და ვნახოთ ახლა აქ რა იქნება. ხო, მგონია რომ აქ სემი მოიგებს მაინც რა. ამას ძალიან პატარა მასა აქვს, ის ჩემთვის ესთეტიური არ არის და მგონია რომ აქაც აბსოლუტურსაც სემი მოიგებს რა. ეს მესამეზე გავიდო თუ რატო გამოვიდო ახლა? არა. ხო, პირდაპირ გამარჯვებული გამოაცხადეს რა. ხო, ეგრე აბსოლუტური კატეგორია, მაინც ესე ვთქვათ სემა მოიგო რა. ამიტომ ჩემი შეფასება ესეთია, რომ დავაფასოთ ტაში დაუკრათ და მივესალმოთ, იმიტომ რომ ჩვენც იგივე გვაქვს გავლილი და ვიცით ამ ადამიანს რა გამოიარა. ავი ტიპი სრულად ცხოვრობს, 4 მილიონი გამომწერი ყავს YouTube-ზე და 1,780,000 ნახვა ყოველ დღეს დადებულ ვიდეოზე და რაზე გვაქვს ლაპარაკი ხარ, რა ყველაფერს აკეთებს იდეალურად. ყველა იცნობს და ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ძალიან ბევრი ფანი ყავს რა. სრულად ცხოვრობს, როგორც უნდა ისე ცხოვრობს. შეჯიბზეც გამოვიდა, ეხლა ახალი რაღაცა შემოიტანა ცხოვრებაში და დაწუნდა კიდე გააგრძელებს. ჩემი შეფასება, ეს პირადად ჩემი შეფასება, თუ იმას გაინტერესებთ ეს არის. ფორმა, პერფორმანსი, რა ვიცი, ერთ-ერთი პოზირებაზე აქვს სამუშაო ისიც, იმიტომ რომ პირველად გამოვიდა და ეს ძალიან მოგვარებადია, რაღაც პოზებში ხა ფეხის დაჭიმა უჭირდა ხოლმე და ძირითადად ყველა ესეა, ფეხების დაჭიმა უჭირთ ხოლმე, იმიტომ რომ რთულია ფეხები და ზედაკუნთები ტანის ერთმანეთს დააკავშირო და ერთ-ერთი აქ იყო ისეთი პრობლემა, სხვა დანარჩენი, რა ვიცი, ჩემთვის როგორც დებიუტანტისთვის ეს იყო, აი ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან კარგი ფორმა. ამიტომ ეს იყო ჩემი მოგზალებული და მოკლე, ესე ვთქვათ, შეფასება, ნუ გაგიჟდებით, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებმაც იგივე გაიარეთ და უბრალოდ დავაფასოთ რა. ესეც ბოდიბილდინგის პოპულარიზაციაზე მეტყველებს, რომ 4 მილიონი გამომწერი ყავს ადამიანს და ანახებს ბოდიბილდინგი რა არის. მთელ მსოფლიოს. ხოლმე საქართველოში არ გვჭირდება, ზოგადად რაც პროგრამირებული ხომ მთელ მსოფლიოში ეს სფერო, ჩვენც მეტად უფრო ესე ვთქვათ, დაფასებულები და ჩვენს მიმართ ინტერესი უფრო მეტი იქნება რა. ამიტომ ხო, სულ ეს იყო ძალიან მაგარი კაცია, სემი, ჩემთვის ძალიან კაი ფორმა იყო და
ყველაფერი გამოვიდა, საინტერესო ეხა არნო კლასიკზე რა იქნება და ხო, და ლაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ, რა თქმა უნდა, თქვენი აზრი დააფიქრეთ ერთი კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ ფორმაზე. ეს ჩემი აზრი ესეთია, ჩემი პირადი აზრი, არხი გამოიწეთ, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ. რომ არ გამოგშეთ შემდეგი ვიდეოები და ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, ჩვენი სპონსორი კი არის საქართველოში საუკეთესო დანამატების და ყველაზე დიდი დანამატების კომპანია ვიტამინი G. ამიტომ მომავალ შეხვედრამდე.